ქრისტიანობა რომ მიიღო საქართველოს მე-4 საუკუნეში და რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიცავთ ამას, ალბათ ესეც არის იმ ერთგულების გამო, რაც იყო რომსა და საქართველოს შორის ძალიან ცუდად მოიქცნენ ბიზანტიელები. მოკლეს გუბაზი და დიდი უბედურება ხდებოდა მაშინ და როგორ უნდა გადაეწყვიტათ ეს საკითხი. ზურგი შეექციათ ბიზანტიისთვის და ირანისკენ მოტრიალებული იყვნენ თუ პირიქით. ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ რელიგიურად ჩვენ ვერ მივიღებთ აი ამ სპარსულ დამარხვის წესს, რომელიც არის ჰაერის დაკრძალვა. ტოვებდნენ ღია ცისკრის სულ ცხოველებს დაეგლიჯათ და ეს იყო ქართველებისთვის სრულიად მიუღებელი, ამიტომ ჯობიაო რომ რაღაცეები შეუნდოთო, მაგრამ მაინც დავჭეთ იმათ მხარეს. ირანი უფრო ახლოს იყო და ამიტომ ირანული გავლენა ყოველთვის იყო, ამას ვერავინ ვერ უარყოფს და მერე თურქეთი დაემატა უკვე მე-15 საუკუნიდან უკვე ორ სრულიად მუსულმანურ სამყაროსთან ბრძოლაში იყვნენ ქართველები, მაგრამ აი ეს შეგრძნება, რომ ეს უძველესი დროიდან ქრისტიანები არიან, ნუ არ დაგვიკარგავს და არც ალბათ არ. და მიუხედავად მაქსის შორის ამდენი ხნის მანძილზე მაინც ესე გვიჭირავს. ასე იყო სომხებიც, ეს ორი ქვეყანა არის სრულიად გამონაკლისი.